სოფელ მუშევანში სასმელი წყალი, რომელიც წლების მანძილზე მოსახლეობისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა, დღეს სრულიად აღდგა. კომპანია RMG-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გასულ წელს სოფელში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო და დღეიდან 105 კომს შეფერხების გარეშე მიეწოდება. ერთობლივი პროექტი კომპანია RMG-სა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სოფელში მოეწყო ახალი ჭაბურღილი, 4800 გრძივი მეტრის ქსელი. აშენდა 2 რეზერვუარი და დაიქცელა სოფლის გარკვეული ნაწილი, რომლის საერთო ღირებულებამ 1.257.200 ლარი შეადგინა. სოფელ მუშევანში განხორციელდა სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები. კომპანია RMG-ს და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ეს ერთობლივი პროექტი იყო. სოფლის ამ ნაწილში დიდი პრობლემა იყო სასმელი წყალი. დღეს მდგომარეობით უკვე ეს პრობლემა სოფელში საერთოდ აღარ არსებობს. კომპანიამ სოფლის მოსახლეობასთან მოლაპარაკებების საფუძველზე მიაღწია შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრა სოფლისთვის პრიორიტეტი საჭიროება წყლის მომარაგება. შესაბამისად აიღო ვალდებულება კომპანიამ ამ პროექტის შესრულების. დღეს ხედავთ თითოეული თქვენგანი, რომ პროექტი სრულად კეთილსინდისიერად შესრულებულია და უკვე სოფლის მოსახლეობის 100-ზე მეტ ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს წყლით. პროექტი სრულად არის დასრულებული, დაახლოებით 1 მილიონ ლარამდე დაჯდა. მოლაპარაკებების პროცესში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა მხარეები, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის საყრისის კომიტეტი და მოხარულები ვართ, რომ ერთობლივმა ძალისხმევამ მოგცა ისეთი დადებითი შედეგი, რომელიც პირდაპირ აისახება სოფლის მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებაზე. ეს ჩვენი სოფლისთვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. წლების მანძილზე ხელით გვიწევდა ძველი ისტორიული წყაროებიდან წყლის ზიდვა. ამ პრობლემის მოგვარებით გვიმარტივდება ის ყოფითი პირობები, რაც აქამდე გქონდა. რამდენი ხანია ველოდობით წყალს, ახლა მოვიდა, ყველანი არის გახერებული. მადლობათ მინდა გადავიხადო RMG კომპანიას და მუნიციპალიტეტს. იმედია იმის მერეც კარგი იქნება, ყველა იქნება კმაყოფილი.